გამარჯობა ყველას. გამარჯობა. როგორ ხართ? My love Niko. გამარჯობა მეგობრებო, როგორ ხართ? რამდენი ხანი არ გვილჭორავია, რამდენი ხანი არ გვილაპარაკია. ახალი მონაწილე რო ყავთო, რა თქმა უნდა, ვიცი, ძალიან საყვარელი გოგოა. უბრალოდ მეტი უნდა იაქტიუროს, თორე გიორგი პარიზის ჩანაცვლება გამოგვივა. გიორგი პარიზი გახსოვთ, რა არაფერს არ აკეთებდა, ეს გოგოც გახდება დეკორატიული, თუ არაფერი არ გააკეთა. ძალიან ლამაზი, ძალიან საყვარელი გოგო, უბრალოდ უნდა იაქტიუროს. იმარი ძალიან მენატრება. გამარჯობა ციკო. გუშინ ჩატარდა მეგობრებო, ესე იგი, გუშინ ჩატარდა წითელი დროშები გვიან ღამე, სტრიმი რო გაითიშა, ხო გახსოვთ და მხოლოდ ცარიელ ოთახს რო აჩვენებდა, მაგდოს იყო აუთსაიდერები და მაგის მერე ტელეფონები არ დარიგებულა. თუ ვინმე გაავრცელებს ზუსტ ინფორმაციას აუთსაიდერებზე, ეს იქნება ვინმე აუცილებლად პროდიუსერისგან გავუსული ინფორმაცია. ჯერჯერობით აუთსაიდერების დასახელების შემდეგ ტელეფონები არ ყოფილა, შესაბამისად ვარაუდები გვაქვს, თუმცა არ გვაქვს ზუსტი ინფორმაცია. ვარაუდები, რა თქმა უნდა, გვაქვს, ვარაუდებს ვაპარაკობ 2 დღეა. ხალხო, ეხლა ზურას და დიანაზე. ესე იგი, ზურას და დიანას ფლირტი ყველა ვნახეთ და ეს ამ დღეების განმავლობაში რო ვუყურებდით მაგათ ფლირტს, რა თქმა უნდა, ეს ბიჭის და გოგოს მეგობრობაზე მეტია. როგორც კი დაინახა ლამაზი გაპრანჭული გოგო ზურამ, მაშინვე უარყო დიანასთან რაიმე სახის ურთიერთობა და არაო მეო რა ურთიერთობაო, რა ისაო. პრინციპში მაგის დაკონკრეტების გარეშე შეეძლო ისე მოქცეულიყო, რომ გამოჩენილიყო ნეიტრალური, თუმცა როგორც კი დაინახა რაღაცა ლამაზი გოგო ანასტასია, იგივე ტასო, არა კაცო რა დიანაო, რა ის დიანაო და დიანა იქვე იყო და გამწარებული თვალებს როგორ ატრიალებდა საწყალი გოგო, მე შემეცოდა, თქვენ რა აზრის ხართ?
რას ფიქრობთ ამაზე? შემეცოდა რანაირი თვალით უყურებდაო მე შემეცოდა დიანა რომელიც ამდენ მას ხარჯავდა ემოციებს მაგ ბიჭზე ამდენ მას ახარჯავდა ყურადღებას და ხო დაინახა კაი ლამაზი გოგო ამ ჩვენმა ზურიკომ და რაქნა არაო კაცო ვინა დიანაო ჩვენ უბრალოდ მეგობრები ვართ თუ არანაირი ურთიერთობაო არ ყოფილო აი ეს არის როცა დაჭირდებათ ეგრევე უარყოფენ ყველაფერს თავარია როგორ დაალაგდება სიტუაცია და ვის როგორ ჭირდებოდა დიანას და იმის მხარდაჭერა ეფლირტავებოდა და ეთკვარცალებოდა ეს ბიჭი აღარ ჭირდება ახლა უკვე ზურიკო და გუგა იყენებენ მუზას ზურა არასოდეს ყოფილა გულწრფელი რა თქმა უნდა მუზების მხარდაჭერა და კეთილგანწყობა მას ჭირდებოდა ძალიან და ამიტომაც იყო მუზებთან აი ესეთი ჩასასტავებული თქვენ გონიათ ლორენცოს მეგობარია ზურა და გუგა არც ლორენცოს და მით უმეტეს არც ჯავახას მეგობრები ეგენი ვისი მეგობრებიც არ არიან ნომერი პირველი ეს არის ჯავახა რომელსაც აუცილებლად დასვავენ აუთსაიდერის სკამზე და ლელუს რა თქმა უნდა გაბოსების შემთხვევაში ეს ნათელია მე მგონია ანასტასია ჯავახას გამო შევიდა ჰაოსიო არ ვიცით ვნახოთ მარიამ TikTok-ებს Prime House-ის გვერდზე აღარ ვარ ჰაუსში მარიამ და შესაბამისად იქაურ თანამშრომლებთან აღარ მაქვს არც სოციმედიასთან ურთიერთობა, იმიტომ რომ მონაწილეებს უღებდნენ ხოლმე TikTok-ებს და დებდნენ. დღეს მინდა პარტიზე წასვლა, მეგობრებო, თქვენ რა სიტყვით? წავიდე პარტიზე და იქიდან ჩავრთო ლაივი? და მე თან ეს ძანგემრელი სახრაშუნო მაქვს აქ. ვახრაშუნო თუ შეგაწუხებთ, ძალიან დიდი ხმა აქვს. მოლში არ ვიყავი ხალხნობა, მე ჩემი გოგოები. მოლში ვერ წავედი, საყიდლებზე ვერ წავედი, გაპრანჭული ბრჭყალა რაღაცები ვერ ვიყიდე და უნდა წავიდე აუცილებლად. ეს ჩავკბიჩო თუ შეგაწუხებთ. ძალიან უნდა ვიხრაშუნო 1-2 წამი. მაგამრია. თან დიეტაზე ვარ, ვაიმე. თან სულ კაი საჭმელი ჩურჩხალები გოზინაყები მელანდება. ანასტასია მაინც მაინტერესებს ხალხნო რას ისწავს. შეხედეთ რადგან შემოვიდა ეს ახალი მონაწილე, სხვათა შორის იმ დღეს ვუყურებდი პირველ ეპიზოდს და
ინტერვიუების ოთახიდან რო არ გამოვდიოდი ხოლმე და სულ იქ ვიყავი და ყველა მონაწილეზე ვაკეთებდი კომენტარს და როგორი სხვანაირი პირველ ეპიზოდს ვუყურე რა იმ დღეს არ მაქვს ჰაუსის ეპიზოდები ნანახი რაც გამოვედი ანუ ჩემი მონაწილეობით ძველი და რა თქმა უნდა რაც გამოვედი იმის მერე სულ ვუყურებ ყველა ეპიზოდს და სტრიმებსაც და თქვენ რასაც მიყრით ხოლმე ინბოქსში მაგასაც ყველაფერს ვუყურებ ანუ მე ხოლმე სტრიმებს ყველაფერს ვერ ვასწრებ ეპიზოდებს ყველაფერს ვუყურებ და სტრიმებს ყველაფერს ვერ ვასწრებ და თქვენ რომ მიყრით ხოლმე ამოჭრილ რაღაცებს სტრიმებიდან მოკლედ ძალიან მიხარია და ყველაფერს ვუყურებ ხოლმე ანუ საინტერესო ეპიზოდებს და შემთხვევით მოკლედ ამომიგდო ესე ვთქვათ რეკომენდაციებში ჰაუსის სულ პირველი ეპიზოდი სადაც ერთმანეთი გავიცანით პირველად რო შევედით და ერთმანეთ რო გავიცანით და ხალხო აი როგორი სულ სხვანაირი დამოკიდებულება იყო ანუ პირველ გაცნობილზე მეც ყველასთან მქონდა სულ სხვანაირი დამოკიდებულება იმ უზებს ვეუბნები რომ რა ლამაზები რა საყვარლები ხარ თქო აი ამ ჯინჯილები და ისინი რო ეცვათ რა უცხო ტანსაცმელები და ეს გოგოები სხვანაირად იყვნენ და ბონდო როგორი ყველას ჭკუას არიგებს და ადამიანები და ჰაი ჰუი და ასე შემდეგ მარიამ დღეს როგორ ჩავიცვა მითხარი ვერ მივხვდი შავი total black outfit-ი თუ როგორი ხოდა მოკლედ სულ სხვანაირი ის ქონდა დამოკიდებულება ამ ყველას მიმართ და გამახსენდა რომ აი ინტერვიუების ოთახიდან არ გამოვდიოდი სულ ამ ჩვენს მონაწილეებზე მალაპარაკებდნენ ხოლმე ქმარი არა საქმრო ეხლა ასო როგორ ხარ კარგად ნახეთ ჩემი თვითნაკერები უნდა მოვიღო დღეს მარიამი რა თქმა უნდა ხალხო ჯავახას მართლა მოწონს გუში რო ველაპარაკებდი მოკლედ გუში ტელეფონები რო დაურიგეს და ვოისები გამომიგზავნა მარიამმა და ისე რა ქვია ჯავახასთან ერთად იყო რა თქმა უნდა ერთად ისხდნენ და ჯავახა ჩემ მას აკეთებს ხოლმე ძალიან საყვარელ პაროდიას მე არ უბრაზდები ჯავახა რო ჩემ პაროდიას აკეთებს ვიღაცებისგან განსხვავებით და ჯავახას და მარიამის ერთად ყოფნას გულშემატკივრობ ხალხო და არ მინდა რომელიმე რო გავარდეს ანასტასიას ჯავახა საერთოდ არ აქცევს ყურადღებას ნახეთ ხო და მაგიტომ ახლა ანასტასიამ რო ნახა რომ ჯავახა და ყურადღებას არ აქცევს და სულ მარიამთან არის რა ლამაზიაო ხალხნო შეხედეთო ისაო და ადგა ეს ანასტასია და მივიდა მერე ზურიკოს და ზურიკო რა გააკეთა არა უკაცო ჩვენო რა ურთიერთობა ლელო ბონდო კარგად დაიფრინა თუ მე მიჩვენება პირველ დღეს რო შეხვედი შავი კომბინიზონი მეცვა შავი შარვალი გაშლილი ხო თბარა კარგად მქონდა დაყენებული და მე იმინად ბაგაჩეჩილი დავდიოდი ხოლმე მოუვლელი თიკო გამარჯობა ანუ ეს total black outfit-ები გადმოვალაგო და ქუსლიანი ფეხსაცმელები გეთანხმებით მეც მომწონს ეგ
ლიკა, ანასტასიაზე რა ვფიქრობ? ანასტასიაზე ვფიქრობ, რომ ძალიან საყვარელი, ძალიან კარგი გოგოა, ძალიან ეფექტური გარეგნობა აქვს, ისეთი ლამაზი წითელი ფრჩხილები აქვს. ლამაზი ბემბივით თვალები, ისეთი გრძელი შავი თმა, მოვლილი, მოკაზმული, გაპრანჭული დადის ხოლმე ეს გოგო და უფრო უნდა იაქტიუროს, უკვე მესამე დღეა, ხო? ჯერჯერობით არ აქტიურობს, 3 დღე რეალიტი შოუთვის ძალიან ბევრია უკვე. და გიორგი პარიზი არ დაემართოს მაგასაც. ჩავკპიჩო თუ გაწუხებთ. ბონდო არის აუთსაიდერი, ვაიმე ეს ბონდო ვისრა ჭირათ უნდა ნეტა. ჩავკპიჩო თუ გაწუხებთ. ასე ძალიან კარგი გოგოა და სულ კიდე შენ ჯავახა და მარიამი ზგადასარევი. მშვენიერი ჯავახა და მარიამი უკვე არიან წყვილი და ეხლა ანასტასიამ სხვა რაღაცებით მოგვაწონოს თავი. ხინკალი გააკეთოსო? Total black-ით წავს და კარგი რომ ბონდო მენა ჩაიგდო ლორენცო სეშინია კი მე შევატყვე მას შემდეგ რაც ლორენცო ასეთი ტრიუმფით დაბრუნდა 70%-ით მაყურებლის მხარე დაჭერით ბონდოს აქ ენა ჩაგდებული იმიტომ რომ რატომღაც ბონდოს ეგონა რომ ეგ ძალიან უყვარს მაყურებელს და ძალიან მოწონს სინამდვილეში ის რომ ნახვადია მაგისი ის თქვათ შპაგატები და გველივით რო დახოხავს იქ და რო ღრიალებს დეიხი უკან და რაღაცები ეგ რო არის ნახვადი და გაშარჟებული არ ნიშნავს რომ ხალხს მოწონს ასო ჯერჯერობით არანაირ დაბრუნებაზე არ ყოფილა საუბარი და შესაბამისად მაგის ნერვები ჯერჯერობით მეც არ მაქვს ეხა მაყურებლის როლში ბევრად მომწონს ყოფნა რა თქმა უნდა ჩართული ვარ ძალიან რა თქმა უნდა ჰაუს ვუყურებ მე და მარიამი რა თქმა უნდა ვმეგობრობთ ელიზა, ვის რა შეაინტერესებს ბონდოს პარჭყვები, ყალბი და საშინელი ადამიანი. ლელუმ რატო იჭორავა მარიამზე რომ წევს და ჭამსო და მეც არაფერს არ აკეთებს, ანუ ეგ გოგო რაღაცა ძალიან გაბოროტდა თუ მეჩვენება. გამარჯობა ლილე. ფართიზე ვაპირებ წასვლას ხალხო ვაიმე მინდა წასვლა ჩემს გადაღებაზე არ წამოხვიდო. ნუ აი ჯერ რა თქმა იყო. ნუ ვინ უნდა გადაიყოს ბონდო, თუ ვინ უნდა გადაიყოს უკაგუგა, თუ ვინ უნდა გადაიყოს და ჯერ მაგისი ფოტოგრაფობა არ გაიშვა. ფოტოგრაფი ვარ რო იბრალებს, მაგრამ ვერაფერსაც ვერ იღებს. დეიხი უკან. ხო, მარიამზე იძახის მარტო წევს და ჭამს, თვითონ რას აკეთებს. ეხლა წარმომიდგენია რა უსუფთავობა ხდება. მე დიდი
იმედი მაქვს, რომ ლელუს დასვავენ მარიამი, ჯავახა და ლორენცო აუთსაიდერებად, თუმცა ვნახოთ, არაფერი არ ვიცი. ხო, მარიამზე რო ესე ცუდად ილაპარაკა ლელუმ არ მომეწონა, მაგრამ ზოგადად ეს გოგო როგორია, ყველაზე ლაპარაკობს ცუდს. ეხა ჯავახაზე არის გადამტერებული, ჯავახა ყავს ათვალწუნებული და რა თქმა უნდა მარიამი, ანუ ძალიან ცუდად უყურებს ჯავახას და მარიამის წყვილს. ლელუ ძალიან ცუდად უყურებს მარიამის და ჯავახას წყვილს და გუშინ რებიც ილაპარაკა. ლელუმ რო რაღაცები ილაპარაკა მარიამზე და ტასო მივიდეს, მოკლედ ესეთი ვიდეო ჩამიგდეს რა სტრიმიდან, რომ თქვენი აზრით მაინტერესებს ახლა. მარიამზე მოკლედ ლელუ ამბობს ბონდოსთან დგას და ეჭორავება ბონდოს, რომ მარიამი როგორი უსაქმურია და მარტო წევს დგას და არაფერს არ აკეთებს და ჭამსო და არაფერს არ შვებავ. რაღაცა ძალიან სიძულვის ლაპარაკობდა მარიამზე და ბონდო რა თქმა უნდა ეთანხმება ყველაფერში და ეს ანასტასია, ეს პატარა გოგო, ახალი გოგო. მე გასაყვარლად ამბობ. რას ამბობს გოგო საყვარლად არ გადამრიო. რა ვიცი, ლელუ რომ მარიამს ლანძღავდა, მაგაში საყვარლობა რა იყო ანასტასიასგან, მაქვს ესეთი კითხვა ანასტასიასთან. თიკო, ეგ ანასტასია საერთოდ ვერ მიხვდით როგორიაო. ანასტასია უბრალოდ ლამაზი და ეფექტური გოგოა, ჯერჯერობით ძალიან მაგონებს გიორგი პარის. ჭორობ ზურგს უკან კი ჭორობ ხახნო ლაივში ვარ და მაგყვები ხოლმე ამბებს რაღაც. პარიზი საერთოდ არ იყო ლამაზი და ეფექტური. გეთანხმებით იყო ეს ლამაზი და ეფექტური მაინც არის ანასტასია, გეთანხმები. მარიამი სად არის და ჰაუსშია. მოკლედ გუშინ იყო გვიან ღამე. ანასტასია მარიამზე რო იჭორავა, რა იჭორავა? მომიყევით აბა. თვითონ ლელუ რას აკეთებს? ეს გოგო ძირითადად წითელი შორტით წამოწვება ხოლმე და არის. ის კარგი იყო ლელუ რომ ჯავახასთან დააწყლა ანასტასია და არა ჯავახასთან არ მინდო. ვაიმე ხო. ლელუ ლამაზი გოგოა, გეთანხმებით, ძალიან ეფექტური და ლამაზი გოგოა და საიდან აქვს ამ გოგოს ამხელა ხვარძლი და ბოროტება ძალიან მიყვარს. ძალიან ლამაზი და ეფექტური გოგოა ლელუ. ანასტასია უნდა გამოცოცხლოს, ხა რაღაცა გააკეთოს, თორე გიორგი პარიზივით იქნება. მარიამთან დღეს რო წავალ, მინდა რაღაცა საჩუქრები წავუღო, რა წავუღო, ხوار გაქვთ რაიმე იდეები. მარიამის ფან ჯგუფებში ვარ, ყველგან გაწევრიანებული. შოკოლადები უყვარს, კი შოკოლადებს წავუღებ. დღეს არის ხალხნო ფართი.
ეხა ფართიზე მოგიყვებით ერთი ორ რამე ტიგროვი. მე წარმომწონს ტიგროვი დასაცველი, მაგრამ მე არ მიხდება და არაფერი არ მაქვს ტიგროვი. ხო, არ მიხდება, მაგრამ აქვს რამოდენიმე კაბა და ძალიან უხდება. მაგრამ ძალიან უხდება ის ლამაზი კაბები რო აქვს. ხო და დღეს არის ფართი, ლელუს ფართი, რომელიც არაფერს არ აკეთებს ამ ფართისთვის და მაქვს ძალიან ცუდი ორგანიზებული იქნება. რაღაცაო იტალიური თემატიკაო და რაღაცა თეთრი ხელსახუცები უნდა დაგვაჭერინოს ხელში და ვაფრიალოთ. საჭმელებიო პიცა იქნებაო. და რაღაცა სასმელი, რომელიც ალბათ არავის არ გვეყოფა. ხო და ლელუს ორგანიზებულ ფართიზე მისვლა დიდად არ მინდა, მაგრამ მარიამი ისე მომენატრა, რომ მივიდა, ძალიან მინდა მისვლა. გეთანხმებით, აი ეს ზუკა გუგას 90-იანებით ძალიან ეს ბედინა რო შემოვიდა მარიამის ყოფილ ორ საშინელ გოგოსთან ერთად, ეგეც კატასტროფა იყო. კი ბატონო, აი ძალიან ყურადღებიანები ხართ ხალხს, რას ფიქრობ, რაც ყურათ ამას, რაც ახალი გოგო შევიდა, ზურა დიანას აღარ აქცევს ყურადღებას. კი ბატონი, მასია ზუსტად. აი როგორ ყველაფერს ხედავთ და ამჩნევთ. ლელუ მეწოდება, მაგრამ თავის თავს დააბრალოს. გურგენიძე, გუშინ ვერ ვუყურე ლაივს და აუთსაიდერები ვინ არის? ანუ გუშინ ღამე დასახელდა აუთსაიდერები და გუშინდელ ეპიზოდში ვერ მოხდა, რა თქმა უნდა. დღევანდელ ეპიზოდში იქნება ასე, რომ ყურადღებით იყავი. ხო და მე ხალხო თითი ნახეთ როგორ მაქვს გაჭრილი და გაკერილი, აი აქ მაქვს ორი ნაკერი და უნდა ამოვიღო. აბულა მეც მიყვარხარ. ანასტასია გოგოებმა ცუდად მიიღეს თავიდანვე, ანუ ყველა ეჭვმოდა მარიამიც დიანაც ლელუც ბონდოზე. აი მე ბონდოზე რო იჭვიან. დიანა ჯობია ადამიანობით თუ ზურა? დიანა რა თქმა უნდა ხალხნურა ზურა. გამარჯობა, მე შენ მოგეცი ხმა, დიდი მადლობა. ისე მაგ სამზარეულოში სისუფთავე არ ამგონია, მასეთებს რო უყურებ, იცით როგორ არის, რო შევდივართ ხოლმე ძალიან დაალაგებულს და ანუ ლაივიდან რომ მივდივართ, ხო ძალიან თვითონ ეს პროდაქშენი ხო, ძალიან დასუფთავებულს გვიტოვებს სახლს. ეხლა რაც შეხება, რომ საჭმელი არ აქვს თუ 2 დღეო. იცით რა არის, არავინ არ მოდის და არ იქ რა საჭმელი გინდა და რა შემოგაწოდო, ჩვენ აუცილებლად ვუწერდით ხოლმე სიას, საჭმელები რა გვინდოდა, კამერაში დავანახებდით ამ სიას, შემოვიდოდა ადამიანი, დრო ხო უნდა რომ ამ ხელასია 12 თუ 10 ადამიანის სამყოფი საჭმელი მოიტანოს 2-3 დღეში ხდებოდა ეს ყველაფერი. ამ სიას დავანახებდით, შემოვიდოდნენ, ამ სიას წაიღებდნენ, ანუ რაღაც დრო ხო ჭირდებათ რამოდენიმე საათი ეს პროდუქტებზე წავიდნენ, მოაგროვონ, მოგვიტანონ. ჯერ არ ყოფილა ისე რომ ჩვენ პროდუქტები დაგვეწეროს, რომ საჭმელი გვინდაო და არ მოეტანოთ. ეგეთი რაღაც არ ყოფილა არასდროს. საჭმელი მოქონდათ ხალხო ძალიან ბევრი, საჭმელის ნაკლებობა ჰაუსში არ იყო. ძალიან
სულ პელმენებს ჭამდით რა, იმიტომ რომ ადვილი გასაკეთებელი იყო და მომზადებას უნდა ძალიან ცოტა დრო. და რაც შეეხება ანუ ხორცი, ყველი თუ რა ვიცი პროდუქტები, რასაც ჩამოვუწერდით, მოკლედ მოქონდათ ყველაფერი, ანუ სასუსნავებია თუ შოკოლადები თუ თხილი თუ რა ვიცი ყველაფერი ხალხნო და ბოლოს რაც უყურებდით 2 დღე ესენი ისხდნენ საჭმელის გარეშე და პურიც არ ქონდათ. ლელუს ბოსობის დროს ანუ მაგდენი ვერ მოახერხა ამ გოგომ რომ სია ჩამოწეროს პროდუქტების და გადასცეს რომ მოიტანონ და აი ესე მარიამი წუწუნებდა საწყალი გოგო რომ ისა რა ქვია პურიც არ გვაქვს საუზმეზეო რა უნდა ვჭამოთო და სისუფთავეზე წერილი რო შემოვიდა რომ სისუფთავეს მიხედავ ეგეთი რაღაცა არ ყოფილა არასოდეს არც ერთი ბოსობის პერიოდში წერილი არ შემოუტანიათ რომ ეს რასი ბინძურიაო და ბოსმა მიხედოსო სახლსო სისუფთავესო ეგეთი რაღაც არ ყოფილა მარტო ლელუს პირობებში პირველის ნახევარზე ხო არიქა ბოსი ვარო და პირველის ნახევარზე ადგა და არ მიხედა არაფერს და ხო ვინ მოუტანდა საჭმელს და ვინ დაულაგებდა არავინ ისა რა ქვია მოკლედ და არ ვიცი ხა ძალიან შებეცოდა ეს ხალხი იჯდნენ საჭმელის გარეშე დღეს წესით სტრიმი უნდა გავიდეს ან პირდაპირ ფართის კადრები გავა ვერ გეტყვით ფართი არის საღამოს 9-ზე რაც ის გოგო მოვიდა ახალი აღარც ფლირტი აქვს დიანას და ზურას და აღარც არაფერი დიანა დააკიდეს დიანა ჩახსნა ზურა მეგრევე კი ბატონო გამარჯობა ეს დებილი ნოეც ვიღაცა დაიბლოკოს თუ არ უნდა რას შემოდის ლევუსა მარიამი გავარდება რატო გონიათ რომ გავარდება მარიამი და ჯავახა ძალიან საყვარლები არიან გერთანხმებით აი მე მარიამი რომ ლელუს ბოსობის პირობებში აუთსაიდერი იქნება ხალხო მაგას უნდა დიდი მიხვედრილობა და დიდი თიკო ლორენცოს ბოსობას მეც ძალიან ველოდები მარიამი და ჯავახა აუთსაიდერებში არ მინო არა მე გულშემატკივრობ ხალხნო ძალიან კარგად იცით მარიამს და ეს არ ნიშნავს რომ მე მარიამს ვთვლი იდეალურ და უშეცდომო და ესეთ ადამიანად სულაც არა უბრალოდ ჰაუსში მარიამი არის ყველაზე ნამდვილი და გულწრფელი რო არ თამაშობს ეგეთი
ჯავახა მოწონს, გაბრაზდება ხოლმე, მაგასაც ეუბნება და რა ვიცი, სულ ესეა. ყველაზე ნამდვილი და გულწრფელი ადამიანი იმისგან განსხვავებით, ზოგ-ზოგი ერთებისგან განსხვავებით არის მარიამი და მე მარიამს გულშემატკივრობ და რა თქმა უნდა, მარიამის და ჯავახას წყვილი არის ჩემი ფავორიტი ჰაუსში. დიანა და ზურა, ანასტასია და ვიღაცა კიდე, რა ვიცი. ანასტასია ვისთან დაწყვილდება თქვენი აზრით? თუ ვინმესთან არ დაწყვილდა, რა უნდა აკეთოს მაგ გოგო? თქვენი აზრით ვისთან ბონდო რატომ ახიზიანებს ასე ძალიან არ ვიცი, მაგრამ რო ვხედავ, აი არ მინდა რა ნერვები მეშლება. თიკო, მე გეტყვი რატო? იმიტომ რომ არის ძალიან ყალბი ადამიანი და არის ყოველი მისი ნაბიჯი არის რომ კამერებში გამოჩდეს, ლელუს მიესკოჩა რომ კოალიციასთან შეეწურეს და ასე შემდეგ. ანუ ბონდო არის მანდ ყველაზე ყალბი და არასწორი ადამიანი. ბონდოს მერე ზუკა გუგა. ჩუჭკანები არიან, ბონდო უნდა დაესვათ გეთანხმებით, ან ბონდო, ან ლელუ. ეს ბონდო და ლელუ უკვე 2-1-შია, მე მგონი. გუგასთან დაწყვილდება ანასტასია, მე არა, ვაფშე არ ვხდება. ანასტასია ბევრად ჯობია კაცო. ანასტასია 100 თავით ჯობია ზუკა გუგას ორივეს. ბონდო უნდა დაესვათ, იმიტომ რომ ნაკლები შანსია პროექტმა მეორედ გადაარჩინოს, გეთანხმებით იყო. ნინო ყურაშვილი, ლორენცოსთან დაწყვილდება ანასტასია, ვნახოთ აბა ლორენცო შეიძლება ანასტასიაც მოწონდეს, მაგრამ ლორენცოს ანასტასია არ მოწონს ჩემი აზრით, იმიტომ რომ ლორენცოს ვიცნობ კარგად და მისი გემოვნებაც დაახლოებით ვიცი და ანასტასია არ მოეწონება ლორენცოს, აი ძალიან ისე მგონია. ანასტასია ხო გიჯდება ლორენცოზე. ანასტასია არავისი არ გიჯდება ჩემი აზრით მანდ. უბრალოდ რაღაც ფუნქცია უნდა კონდეს გიორგი პარის რო არ დაემსგავსოს. ჯავახა და მარიამი ერთად არიან. პარიზი რო არ წელს ვიყო, კარგი წყვილი იქნებოდაო. თიკო, პარიზი ძახის რო ცოლი მყავსო. უბრალოდ არ იძახდა რომ ცოლი მყავსო, ცოლი გამოჩნდა ლაივზე მოვიდა იქ ბავშვებით, თორე ეგ ბიჭი დიდად არ იძახდა ცოლი მყავსო, ლელუც დააბნია თავის დროზე, მაგრამ მერე ამ გიორგი პარიზის ცოლი მოვიდა და შერამე ხოლმე შეიძლება აქვარო. ლორენცოს მგონია ვასება მარიამი და ჯავახა ეჭიანობს. აღადროს ლორენცო და მარიამი პირველ ეპიზოდში იყო რომ მარე დიდი მადლობა ლამაზი ვარდის ჩუქებისთვის. დიდი მადლობა ჯავახამ და მარიამმა აკოცეს კი. პარიზის სტორი ნახეთ, ვიღაც ნაშასთან სტორი დადო. ან ეგ ვინ არის, ან მაგის სტორი ვისო შეაინტერესებს ხალხმა. მან გიორგი პარიზის ცოლი მოვიდა იქ და იჯდა ლაივზე და მაშინ გავიგეთ რომ ცოლი ყავდა, მანამდე არ ვიცოდით. არ ვიცოდით, იმიტომ რომ არ უთქვამს. საიდან დაგვესიზმრებოდა, ისედაც ეგ ვისო ჭირად უნდოდა. ბაგირა, დიდი მადლობა ვარდი მაჩუკა ბაგირა, დიდი მადლობა.
ჯავახას დისტანცია მომწონსო. ჯავახა კარგად იქცევა, ხალხნო ძალიან მომწონს ჯავახა როგორც იქცევა. მარიამზე რო წამოვიდა მთელი ყურადღება. მარიამზე რო წამოვიდა მთელი ყურადღება, ჰურიკან მადლობა გულისთვის და ანასტასიასთან რო არიჭოს ყურადღებას, ძალიან მომწონს ყოჩახ ჯავახ, გადაეცით რომ მიყვარს. ჯავახა, I love you. რა ვთქვა ცოლი ყავსო ხო იცი როდის თქვა ცოლი ყავსო ლაივზე რომ მივიდა მაგის ცოლი და დააფარა რო რა ვთქვა შენ არ ამბობო რომ ცოლი ყავსო მოკლედ ეს პარიზი ისეთი უინტერესოა არც მაგის ცოლი არც მაგის ინაშა არავინ არ მინდა კაი გამოშტერებული ვიღაც არის პარიზ stay cold თან ჩემი საყვარელი ქალაქია ხალხო პარიზი ერთ-ერთი დაბადების დღე აღნიშნე პარიზში წავედი და 30 ოქტომბერს მაქვს დაბადების დღე და პარიზში წავედი და ერთ-ერთი დაბადების დღე შაშანო თუ შაშანწინ ხო და ძალიან მიყვარს პარიზი აი ბავშვობიდან ძალიან მიყვარს ვარ რამოდენიმეჯერ ნამყოფი და ყოველ ჩასვლაზე სულ ახალ-ახალი ემოციები და ამ არაფრის მაქნის კაც პარიზი როგორ ქვია ხალხო რატო დაირქვა იქ სახელი დაერქვა რაღაცა სამტრედია თერჯოლა ნათია გვაცა დღეს ლაივს ხო ჩაგვერთავ ფართიზეო შევეცდები თუ ჩაბართვებიდეს პროდიუსერებმა ისე პარიზი რატოაო არ ვიცი პარიზში ჩავიდა მოეწონა პარიზი და დაირქვა პარიზი რათა გვარიც რაღაცა გაუგებარი გვარი აქვს რაღაცა ცაბუცაძეო თუ ჰაბუცაძეო ჰაბუცაძეო რაღაცა გვარია რა ვიცი ჰაბუცაძე ბაბუცაძე ცაბუთა რაღაცა გვარია მოკლედ არ ვიცი ვერ დავიმახსოვრე თუ შეძელი ჩაგირთავთ აუცილებლად ლაივს არ ვიცი რამდენად არის დასაშვები იქიდან შევიდე და ლაივი ჩავრთო რომ მიხოლ ფარტიზე უთხარი ჩვენც ძალიან მოგწონს უფრო თბილი და ყურადღებიან მარიამთან და სხვები კიდია. ნამდვილად გეთანხმებით, მეც ესე ვფიქრობ. თიკო მეცემ ძალიან მაინტერესებს რას ფიქრობს ანასტასია მონაწილეებს და ვინ როგორ უყურებს. ძალიან არ გვითხრას ახლა სიმართლე. გული. ესეთი გულია, გული. აი გაქიქილი გოგუჩას ანასტასია რა ვიცი 19 წლის არის ხალხნო ლამაზი ესეთი გაპრანჭური ცდილობს რაღაცა გააკეთოს მაგრამ ჯერ ცდილობს თიცე რამ ჭირს და გავიჭერი და ისე გავიჭერი თან სახლში ის დამივარდა შუშა და მომხვდა ცუდად რომ ისე გავიჭერო წავედი და ორი ნაკერი დამატეს ახლა უნდა ამოვიყვეს ნაკერები ფარტიზე ძალიან მინდა წასვლა. მოკლედ უკვე 217
ვაპირებ საშოპინგოდ წასვლას მოლში, მინდა ბრჭყალა რაღაცების ყიდვა. ყველაფერი მინდა ბრჭყალა ვიყიდო და მოკლედ რამდენი ხანია თქვენთან ერთად გავიძახი, რომ მინდა მოლში წასვლა. ხო და ეხლა უნდა ავდგე და წავიდე. მარიამს გადაიცი, რომ ძალიან გვიყვარს და შენი კაჭავა ხარ. გადავცე მაუცილებლად. ხო და წავედი მოკლედ ეხლა. ოღონდ ეხლა მართლა მივდივარ, ანუ ეს 3 დღეა თუ რამდენი დღეა ყოველ იმაზე ლაივზე ვიცახი, რომ მივდივარ მოლში და მართლა მივდივარ ეხლა. და ვიყიდებ ჭკუალა რაღაცებს. კოცრით გეხვევით, კიდე შემოვალ ხოლმე, საჭორაოდ ხახნო, როგორც ხედავთ, ჰაუსის გარდა საქმე არ მაქვს. უბრალოდ საქმეები კი მაქვს, მაგრამ რა ვიცი, აბა დამიწერეთ, როგორ გირჩევნათ, ჰაუსზე გელაპარაკოთ ხოლმე თუ ფინანსებზე. მე ვარ პროფესიით ფინანსისტი და თუ გინდათ ჩავერთვები ხოლმე და დაგელაპარაკებით ფინანსებზე და ჰაუსზე არ დაგელაპარაკებით. გინდათ ფინანსებზე ლაპარაკი? თაკა. რა ტელე გაქვს? iPhone მაქვს. ხო და რა ვიცი, აქ შინაურულად შემოვდივარ და ვლაპარაკობთ ხოლმე რაღაცა ჩვენთვის. სხვათა შორის აქ არის ხალხი რამოდენიმე ადამიანია დამამახსოვრდა, რომელსაც არ ბლოკავ სპეციალურად და ვტანჯავ ჩემი ლაივებით. ესე იგი, რამდენი ლაივის ჩავრთავ, შემოდიან და ეს კიდე ჰაუსზე ლაპარაკობს, ამან თავი მოგვაბეზრა. ოღონ ყველა ლაივზე შემოდიან ხალხი და ეს ხედან და ამას ლაპარაკობენ და სპეციალურად არ უბლოკავ, რომ ჩემი ლაივებით ესე ვტანჯო. წნება გავიზომი არ მაქვს, მადლობა. ხო და თავიდან მეც თორებს, თიკო არ მოგაკლებს თორებს, ეხა ჩავყრი ყველაფერს, რაც მაქვს გალერეში ყველაფერს თორებად გავუშვებ. ზურაზე და დიანაზე რას ვფიქრობ? ზურაზე და დიანაზე და ამ ზურამ შენურად დაიფრინა ეს დიანა, არა, უკაცურა დიანაო, არავინ არ არისო ეგ ჩემიო, როგორც კი დაინახა ანასტასია ტასო ძალიან საყვარელი გოგო, უნდა იაქტიუროს. ოღონდ ეგ არ მომეწონა, აქედანვე ვიტყვი. ლელუ და ბონდო რომ მარიამზე ცუდად ლაპარაკობდა და რა საყვარლად თქვი ანასტასიამ მოუთხრა. ანასტასია ძირფასო არ არის საყვარლობა ლელუ რომ საზიზღრობებს ლაპარაკობს მარიამზე, ეგ საყვარლობა არ არის. რო იცოდე, გაითვალისწინე. წავედი მოკლედ ეხლა და ხლადა